რატომ არსებობს რაღაც და არა არაფერი. და უცნაური ის არის, რომ რაღაც არის. ანუ იდეაში არაფერი არ უნდა ყოფილიყო. რაღაც რო არსებობს და არაფერი არის ყველაზე დიდი სასწაული. ანუ ენაც არ გვაძლევს ხო მაგის ხმის საშუალებას, ხო, იმიტომ რომ მაშინ უნდა თქვათ, რომ არაფერი იყო. ხო, იმიტომ რომ არაფერი არ იყო. აბა რა იყო? ანუ არაფერი თუ არ იყო, რაღაცა სხვა იყო, ხო? ჰიპოთეზას თუ გავყვებით, რომ ფილოსოფია წარმოიშვა გაოცებისგან, ანუ ადამიანები გაოცდნენ იმით, რომ ვა როგორ არის, რომ რაღაც არის. შეგუება რო ხდება ცხოვრებასთან იმ გაგებით, რომ კითხვა აღარა გაქვს. თაც რაღაც ეგ უკვე სიკვდილივით არის, ხო? ანუ ყოფიერების მიმართ კითხვა არა გაქვს. ინერტული ხარ, ხო, აღარ. ხო, ინერტული ხარ უბრალოდ. აი, ვედებში არის ეგეთი ფრაზა, რომ მაშინ არც არსებობა იყო და არც არ არსებობა. შეიძლება ზოგიერთი ინდური მოდელი, თქვა, ზოგიერთ ბერძნულს უფრო დაემთხვას, ვიდრე თვითონ ინდურს დაემთხვას. ოკეი. მაგრამ თუ ავარჩიებთ გონებას და ფილოსოფია არის ფაქტიურად მედიტაცია გონებას, ხო? თქვენ ხომ ჯერათ რომ უფრო სავარაუდოდ ბუდა გასხივოს და ვიდრე მუჰამედს გამოეცხადა ჯიბრაილი. მეც თვითონ დასმას ესე ვამთავრებ, რომ აი ყველაზე მთავარი თეზისი მე მგონია რომ სწორია თქო და დეტალებში მეც ვფიქრობ რომ შეიძლება ვცდები გავრისკე, იმიტომ რომ ძალიან რთულ საკითხს შევეხე და მომავალ გამოცემაში ან სხვა წიგნში გამოვასწორებ. ჩვენთან ჯერათ რომ მაგალითად ფორმალურად ხო არ ჯერათ რომ პატრიარქი ყოველთვის უცდომელია. ანუ თუ რომის პაპი ექს-კათედრაზე, ჩვენი პატრიარქი ნებისმიერ შემთხვევაში. აი კანტის ლოგიკა რომ დასაწყისით სამყაროს ვერ ექნება დასაწყისი და სამყაროს ექნება დასაწყისი ეს თანაბრად ლოგიკური არ არის ხო შენთვის?